მარნეულში პოლიციამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ამ და 1993 წელს დაბადებული იმ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთებს თაღლითურად დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მათგანი ბრალდებულის სახით ხელყვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ელნურ აბდულაევი საქართველოს ჩემპიონია. რუსთაველმა მოკრივემ 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში გიორგი ჟორჟოლიანი დაამარცხა. 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერ ელჭექთან ერთად შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვლი, ნისლი, ქარბუქი, გზაზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. დიდ თოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.